მშვიდობა მეგობრებო, გამარჯობათ. წეგან ვიყიდე ქატოს პური. ერთი მეზობელი ძალიან ისეთი კარგი პიროვნება მეუბნება ესეთ რაღაცას, რომ 80 წელს მიღწეულია ეს ადამიანი და ქატოს პურიო ცუდიაო, ანუ და მირჩია სხვა პური მირჩია. ხა მარტო პურზე არა მაქვს საუბარი, მე უბრალოდ მაგალითისთვის მომყავს ეს. და როცა შევეცადე მისთვის ამეხსნა, ჩემი აზრი ვთქვათ, არ მიიღო. მე 80 წლის კაცი ვარო, მე და მთელი ცხოვრება მადმაკ ნამუშევარიო პურ პროდუქტებში, და ჩემთვის თავისი აზრის მოსახვევად გამოიყენა თავისი სტაჟი და თავისი გამოცდილება. თუმცა არასწორი. ნახეთ, ეს ქატოს რაც შეეხება, თავის დროზე კი, რა თქმა უნდა, ეს ბევრი ყრიდა ამ ქატოს ან ძალიან დაბალ ფასში იყიდებოდა. მე მახსოვს ბაბუა ჩემი შინაურ პირუტყვს აჭმევდა ხოლმე აი ამ ქატოს. მაგრამ შემდეგ როგორც ჩანს ვიღაცამ აღმოაჩინა, რომ ქატო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ორგანიზმის გასაწმენდად, სამკურნალო თვისებებიც აქვს და ასევე ქატოს პური არის დაბალკალორიული და დაბალცხიმიანი და ვისაც წონის კორექცია უნდა, მისთვის არის შესაფერისი, მაგრამ ამ პიროვნებამ არ მოინდომა აზრის შეცვლა, როგორ თუ მე, მას ესე სწამს, ესე რაც ჩააგონეს, რაც დაინახა თავის დროზე, ის ჩაიდო გონებაში და მისი შეცვლა აღარ უნდა. რატომ ვერ იცვლის ადამიანი აზრს თავისსავე სასარგებლოდ? მას ხელს უშლის ეგოიზმი. მე ამაზე მისაუბრია ბევრჯერ. გუშინვე იყო ერთი ასეთი შემთხვევაც, ერთი 60 წლის პიროვნებაა და რაღაცა ჩამოვარდა ლაპარაკის, სიტყვა მოიტანა და ახსენა, რომ ორშაბათს არ შეიძლება ჭრა, კერვა, დაბანვა, გაპარსვა და ასეთი რაღაცეები. ესეც ჩემს ბავშვობაში მახსოვს, რომ ერთხელ დედაჩემს თავის დედამთილმა, ბებიაჩემა შენიშნა მისცა 4 შაბათსო ნუაკერებო, დღესო 4 შაბათია და დაკერება არ შეიძლებაო. დიახ, ეს სრულწმენები ამ კარს დღემდე აქვს, რატომ? ვერ ვითარდება შინაგანად, მას საკუთარი ეგოიზმი უშლის განვითარებაში ხელს. საერთოდ ჩვენ რო ვიბადებით, მოდი ესე ვთქვათ, რომ პირველი ეტაპი ჩვენი ცხოვრების ეს არის ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი, ჯარი. ხო, რასაც მაშინ ახალგაზრდა ჩვენი გონება, უმწიფარი გამოუცდელი გონება, რასაც თავაზობს ეს წუთი სოფელი, ხო, სრულწმენები იქნება ეს თუ სტერეოტიპები იქნება, ხო, ყველაფერს ისრუტავს და ვღებულობთ ჩვენ. თვალთა გულისთქმა და ხორცთა გულისთქმა უწოდა იოანე ღვთისმეტყველმა ამ სოფლის შეხედულებებს. ამ წუთის სოფელს უწოდა თვალთა გულისთქმა და ხორცთა გულისთქმა. აი სილამაზით ტრაბახი, ძალით ტრაბახი, ქონებით ტრაბახი, პირველობისკენ სწრაფვა, ხორციელი სურვილების დააკმაყოფილება, მიიღეს სიამოვნება, არაფერი უარი შენ თავს არ უთხრა, შენ თავს უარი არაფერზე არ უთხრა და ამაზე სხვადასხვა იდეოლოგიებიც შეიძლება წარმოიშოს და რელიგიებიც სხვათა შორის, ხო, ადამიანმა თავის ეგოიზმს მოარგო სხვადასხვა ფილოსოფია თუ რელიგია. დიახ, და ჩვენ ესე იგი ვსწავლობთ ამას, რასაც ცხოვრება გვასწავლის, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვენში უნდა მოხდეს ფერის ცვალება. ფერის ცვალება მარტო ის დღესასწაული კი არ არის აგვისტოში რომ არის, ბუნების, წარმართული დღესასწაული კი არ არის, რომ ბუნების ფერის ცვლას გვატყობინებს, არამედ გვახსენებს, რომ ჩვენც ადამიანებმა ფერი უნდა შევიცვალოთ, ჭეშმარიტება შევიცნოთ. სცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ ბრძანა მაცხოვარმა. ჭეშმარიტებას ვერ შევიცნობთ თუ საკუთარი მე ჩვენ გადაგვეღობება. რა არის ამის წამალი? ადამიანმა ესე ვთქვათ, უნდა იყო გახსნილი, ასე ვთქვათ. თავდაბლობა არის ყველაფრის წამალი, აბსოლუტურად ყველაფრის წამალია. შეიცნო საკუთარი თავი, დაინახო რომ ცოდვილი ხარ.
ჭეშმარიტების შეცნობა არის მარადიული პროცესი, ეს იოანეს სახარებაში წერია. ადამიანი, რომელიც აი 30 წლის ასაკში, ანუ რაც ისწავლა, თქვათ 40 წლის ასაკში, გინდათ 80 წლის ასაკში, რომ თავი გონია, რომ ის მართალია და ყველაფერი იცის და არ იცვლის შეხედულებებს, ხო? აი ესეთი ისიც არის ხოლმე სიტყვა, რომ მე რაღაც შევიცვლები აწი, ხო? ეს არის სულიერად ზარმაცი ადამიანის სიტყვები. უნდა შეიცვალო. ფერის ცვალება მოახდინო საკუთარ თავში და ამისათვის უნდა შეიცნო საკუთარი თავი, დაინახო, რომ ხარ ცოდვილი, დაინახო, რომ ხარ არასრულყოფილი და შეიძლება ცდები და ეძებო ჭეშმარიტება. და მე ასე ვიტყოდი, რომ აი ზოგიერთი იმ ადამიანების გასაგონათაც ვიტყოდი, თუ მოусმენენ ჩემს სიტყვას, ეხლა რომ არიან ადამიანები, რომლებიც აიხლართნენ ამდენ იდეოლოგიაში და სარწმუნოებაში და არიციან ჭეშმარიტება სად არის, არიციან ღმერთი სად არის. დათრგუნ ეგოიზმი, ამპარტავნება და ჭეშმარიტება თავისთავად მოგძებნით. ხო ამბობს მაცხოვარი ერთ-ერთ მათეს სახარებაში არის ესეთი, რომ მოვავო კაცის ძე მეორედ ხპოვებს კი ჭეშმარიტ რწმენას დედამიწაზეო, ხედავთ, მაცხოვარი ეძებს სანთლით ეძებს, მოდი ესე ჩვენი ადამიანური რაღაც ესეთი გაფორმებით რო ვთქვათ, რომ ეძებს იმ ადამიანებს, ვინც ეძებს ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტების ძიება პირველ რიგში საკუთარი ეგოიზმის დათრგუნვაა. თუ არ დავთრგუნავთ ეგოიზმს, ის რაც მოგვაწოდეს ჩვენ ყალბის სტერეოტიპები და ჩაგვინერგეს თავში, შემორჩა ის ჩაბეტონდება. კი, ღმერთის რწმენა კოდირებულად დევს თითქოს ადამიანში და იძახი მრწამს, მაგრამ არ იცვლის შეხედულებებს, არ ეძიებ, ვერ ცნობ ჭეშმარიტებას, სიღრმეებში ვერ შედიხარ. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ ახლა ჭრაკერვა და რაღაც ესეთი ძალიან იაფასიანი ბანალური სრულწმენები არ გძამ შეიძლება, მაგრამ სიკეთეს და ბოროტებას რო ვერ ვარჩევთ ზოგჯერ ხალხი პოლიტიკაში, სასულიერო საკითხებში, ხო? რატომ ვერ ვარჩევთ? იმიტომ რომ ამპარტავნებამ რეალობის უნარი აგვირია. ხოლო თავდაბლობა, ანუ საკუთარი თავის ცოდვილად მიჩნევა და ჭეშმარიტების ძიება რეალობაში გვაბრუნებს და გვანახებს რა არის ფასეული, რა არის ის ძვირფასი, რისკენაც უნდა ვისწრაფოთ. მშვიდობას გისურვებთ, მეგობრებო.